შოუს სტუმარი კი გახლავთ ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი და ძალიან მაგარი იუმორისტი ვასო ფხაკაძე. მოვიდა. ყველაზე სერიოზული კაცი ხავს ქართველი ჯიმ კერი ეთერში. მოდი ჩემო ლამაზო. წილო დაასხი. მაიცა. დაასვარი ძალიან დიდი სუსტავის მოყვარული და ეხლა ისეთ პერიოდია რომ ჩვენ გადავწყვიტეთ. ვინად ვიჭეროთ თქვენ? ხელებით დამიბანია ინტერვიუმდე. ტრენინგებს ატარებს ვასო სხვათა შორის საფრთხების ნორმებზე. და დაცვაზე იზრუნ. მასე გადავწო. ვასო ფხაკაძე იგივე ვასო პკჰაკადზე. ფხაკაძე დიახ. ძალიან გამიხარდა კარგად ხარ ბიჭებო, მადლობა რომ მომიწვე და იცი რატომ მიხარია რომ აი არადოს არ მასვეს ხოლმე ვანუ ამებს. თვითონ კი უდგას ისე. თუ შედიხარ ხოლმე ლექსებს. აი ეს მინდა რომ სულ გავხსნა რა, იმიტომ რომ სპონსორი მე აღარ მოხება, ეგეც მომერა. სულ მინდა რომ გავხსნა რა. სულ მინდა. სპონსორებს აიცა მოინელოს კაცო ერთბაშად. აიცა მოიკიდეს ამ გადაცემის მერე რესტორანში მიმყავხარ მადაგონში. ჩვენთან ყველა ოცნება ხდება ვასო. ხვეწები ეს შანსი იკარდებს ხო? მესამეა მე. ულა მე მგონი ამის მერე ერთი სეზონი უნდა დაამატოთ უკვე რა ბონუსად რა. გადატეხეთ დანარჩენები. აი ერთი დავტოვოთ და მე. ოიცა როგორ ახარ ხარ? რაშები როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, მაგაი. აი ესე დავждები რომ ჩინაურულად რა. ამაცაკი კაცო. ავჭორავ. ეს ან ახალი ნათევზავები იქნება, ან ახალი ნანადირები რა. კაი ხასიათზე ვარ ხო და ხო, გეტყობ, აი ღამეგა განათენები სადღაც ჭაობში წერუებთან, ბაყაყებთან, ყარყატებთან, თქვენთან სასაფრებო დათვთან უბრალოდ შეიმოს არ კლავს. მათ არ კლავს. ადამიანები ძალიან საინტერესო იქნება შეიძლება დათვთან. ეხლა ტყუილ არ ვლაპარაკობთ ამაზე, იმიტომ რომ სხვათა შორის ვასოს აქვს YouTube ჩენელი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ის როგორ თევზაობს, როგორ ნადირობს და ძალიან მაგარი ჩენელი არის. როგორ არის? ვასო ფხაკაძე. აკრიფეთ და ნახავთ ვასოს თევზაობას. ძალიან გაერთობით მე თუ გითხო. აი ხო არიან მე თევზები მაგალითად ეკითხები, რამხელა თევზი დაიჭირე და ამხელა, ოღონდ ამხელა სანამ დაავთავრებს ხელი დაიწყება ამხელა, გეუბნება. შედიხარ ვასოს ჩენელზე და პირდაპირ ნახულობ რამხელა დაჭერილი. რამხელა დაჭერილი. თევზი დავიჭირე. აი ესე გოჩენეს. აი ამხელა იყო. აი ხო. 9 კილო და რაღაც 10 კილო იყო რა 9 და 900 იყო რა ეს ის მომენტი არის დამაჯერებლობისათვის რომ დეტალებში ჩადიან ხოლმე 10 კილო არა გატყუებ 9 და 900 ხო ეგ მაგრამ ლიცე დავიჭირე სხვათა შორის ეგ თევზი და როგორი მომენტი ხო დილით ხალხი რო დარბის ხო იცი რომ აი ძალიან სპორტსმენები და ძალიან ტაკატუკები რო არიან და ყველა გაჩერდა რა ასე ჭიდავებ ერთი რა ამოყავსო და აი რო ამოვიყვანე მართლა გეუბნები ოფიცი და სხვა იყო რა ხელები მქონდა დაწვი ვასო და სხვა აი რო ამოვიყვანე ეგ თევზი აი ბედნიერი აი სხვა მუღამი აქ ამას მეთევზები გაიგებენ, გავიგებთ. მეთევზეებო გაიგებთ. ხო და ამბები გითხარი, ხა მეთევზეების და მონადირეების. ხო და მეორე დღეს გეგონება ის იყო და დაბული მყავდა ეგ სავსე იყო მთელი ლისტვა 800 კაცი იმან დაიჭირა მე როგორ ვერ დავიჭირე. ასე შეცვლა ვასო ფხაკაძემ ქართველი ხალხი თევზაობას. ჭირი ხალხინი აქა ისტორია მოგვიყევი რამე. გეკნება ხა ნადირობა თევზაობაზე? ნადირობა თევზაობა. ერთი ნადირობის გადაობაზე ხო გარი. ჭიქაშვილზე უნდა მოყვე რა ვახო. ვახოზე? მაიცა ვახო თუსაც უყვარსავით ახლა ძალიან მე როგორ არა ვახოს აჩუქეს თოფი ვიცი ძალიან მაგარ თოფი მაგარ თოფი აჩუქეს ბენელი ნუ ჰაი კლასის თოფი არის და ბიჭო არსად არ წავსულა რომ როცა წავხავ იხსეო წამიყვანეო რა წავიდეს კონკრეტულად იხსე ხო იხსე რა და წავედით მეთქი და დასავლეთში წავედით ანაკლისკენ წავედით და ჩვენ მეგობართან ჩავედით იცნობ შენი მასას და ნუ ღამე იქ სასტუმროში გავათენა დილით მივდივართ რა ოღონდ იხსე სანადირო როგორ ჭაობში მიდიხარ თან ანაკლისს უჭაობია აი ესე ჭაობში მიდიხარ ვალინკები გასვია და კიდე ზემოდან რაღაც უნდა ჩაიცვა რომ შიგნიდან არ ჩავიდეს წყალი და ჩავიცვი დილისო გამთენია წარმოიდგინე ხო რა სანამზე ამოვა მანამდე უნდა იყო უკვე ადგილზე რომ იხს ასწრებ გაგვიძებას იხს ასწრებ გაგვიძებას რა ანუ სანამ ზღვაზე გადაიფრეს ანუ პერელოც ვეძახით ხოლმე მანამდე დახვდე რა იქ რა ხო და ჩავიცვით აბა ბიჭო ვახო გაიღვიძე ხო მაინც ესოდა აიღვიძე ბიჭო ჩავაცვით ეს ყველაფერი რაღაცა გადაიცვა მაისური თოფი რაღაცა და გავიხრე და ჩანთიდან ამოიღო რაღაც ულჩე გაბან პაპანს ფუცუნი რაღაც ომდე გარსონ ბიჭო იხვი მოდის ნუ ჭაობში მივდივარ იხსე ტყეში და ბიჭო ვასკა ის ინსტინქტურა ფერის დასარბილებელი ცვილი ხო რა მოწესი ხო იხვები ძალიან საინტერესო მონადირეებს ერთ ამბავს გეტყვით რა ოღონდ არის ამბავია თუ რა ერთ წელს წავედით შაბათის შოუს გუნდი 2010 წელს რა შაბათის შოუს გუნდი წავედით შტატებში
ნიუ-იორკში უნდა ჩავგეტარებინა რამდენიმე კონცერტი რა, ქართველი იქაური ემიგრანტების და სულ 10 დღით ვიყავით რა. 10 დღიანი ვიზიტი მქონდა, 10 დღეში 3 დღე კონცერტებს ვატარებდით, დანარჩენი დღე, ხო, გავიცი რაც შეიძლება რომ და ეხა 10 დღე რო ამერიკაში ხარ, თან პირველი ვიზიტი იყო მაგის ამერიკაში. 2 დღე თუ იცით რაში გაატარა და 1 ღამე. თევზაობაში. ხალხი ჩავედით, თან მე ვასო იძახდა რომ ბიჭო იქეთ რაღაც მაგარი პონტია, მაგრა დანათებსო. რაზე იძახდა, იცი ბრუკლინიდან მანჰეტენს მოხედა. არა, აინტერესებდა. სადღაც ერთი კვირის მერე გამოვიდა მანჰეტენზე თევზის სუნი აზდიოდა. აი იქ თან ბრუკლინში ხო. სულ ეს ახტები დგას რაღაცები და ზეპირად ყველას ფასი დაამუღამა, რომ გაიყვანდა, იქ რო ითევზავებდა მთელი დღე, რამდენიმა გადაიხადა, რა თევზს დაიჭერდა და დაბრუნებული იყო და 2 დღე დაუთმო თევზაობას, მაღაზიების დათვალიერებას. იქენა ხალხი წამოვედი ზოგმა ტანსაცმელი იყიდა, ზოგმა რაღაც ისეთი, ზოგმა ტელეფონი, რომელიც აქ არ არის ჯერ და იქ არის. ეს წამოვიდა ანკესებით, ბადეებით და ჭიაყელები ჩამოვიდა. ამერიკული ჭიაყელები წამოვიდა. ინგლისური ენოვანი ჭიაყელა და თევზი. თან ვეხვეწებოდი ბიჭო. გრიგოლ მეთქი, შენ ხო გევასება. ამოდიო, სამოვიდა. ვეხვეწები მეთქი, წამოს რაღაც პაჩაში თუ სადღაც გეც წავიდა. ვეხვეწები, მე გადავიხდი ფულს, წამოდი მეთქი. ამ იახტაზე ბიჭო თან შავკანიანი არ წახვა რა მაგარი ვერსია მონადირის ბიჭო ნიუ-იორკში ჩავიდე მე კლუბებში ლაკი და იქ ვითევზავე ძმო არა ისე თუ ჩადიხარ ეხა ტელეფონების ყიდვას აქაც ეხა ნახავ და რაღაცა უნდა წახვიდე სათევზაოდ რა იქაც დიდი დაიჭირე არა იქ ვერ ამკლას დაიჭირე იქ ვერაფერი დაიჭირე ანკესები წამოიღო დიდი რა მანჰეტენი არის კაი სანახავი იქნება მოდი ვასო მანჰეტენზე შენ ამის ერთი აბა ვიცი და მოაყოლე ეხლა ზუსტადაც ამ ბოლო დროს ამერიკული ანკესები ხო ეს ჩვენი ვიცი ეს ისტორია მაგრამ არ იცის მაყურებელმა და მაყურებელს მოყვი აი ვანომაც არ იცის ჩემი მეგობრები ვიცი არ მაგარი ამბავი ჩემი მეგობრები ხომ ამერიკაში ანუ რო იციან რომ მიყვარს ეს თევზაობა ნადირო სულ მიგზავნიან ხომ რაც ფორმა მაქვს ისი ყიდავს ვერ მოასწრებს ხო რა რაც ყველაფერი რაც მაქვს სათევზაო ინვენტარი იქნება თუ რაც იქნება ყველაფერს მიგზავნიან იქიდან ხო ორივის ჯოხი არის ხო ყველა მეთევზები და ძალიან ძვირადღირებული ჯოხია რა ანუ fly fishing სორი ზახიან გაშოლტვას ესე ვთქვა რა ხო ეს უნდა არა ვინ არის მოკლედ მეგობრებო აი ეს თევზაობა არ არის ესეთი რომ აი ტივტივი ეს არის მთელი ოსტატობა ანუ სუ მოძრაობაში ხარ ეს ანკესი ლასოსავით აი უნდა დააქნიო და იქ ალმახი დაფართხალებს აი კეცო პირდაპირ ხვითო მე წამოივა ანუ ვარჯიში ჭირდება ხო მაგრამ წარმოვიდი გადაღება ქონდა აქ დავამთავრე დღამის რომ 10 საათზე და სახში მივედი რა და ეხა ეს ანკესი დევს რა და ბიჭო ავაწყობ ამ ანკესთან ვიდეოს წერო ეს ანკესი ჩამომივიდა რაღაცა და გათენდება და სადგინე ხარ რო დატესტო ხო გამოზდის ეს შოლტს ვეძახით რა ძუა არის შოლტი რომელიც ტიპტივებს ყველაზე უნდა იქნიო რა მაგრამ არეალი გჭირდება ეხა სახში 6 ოთახიანში ამას ვერ გავაკეთები და ერთი სული აქ როდის როდი ჩავედი რა 11:30 იქნებოდა ბაგებში ჩემთან სტადიონზე რა ღამეა 11:30 და ჩემი ცოლი მეგობრებო სად მინდიხარ სტადიონზე ჩავდივარ ფეხბურთი არ უთამაშია არა ნაირბინო არა ანკესი მიმაქ მეთქი და ხო ბიჭო ხო ვერ მოვითმინე რა და ჩავედი ვიღაცები თამაშობენ ფეხბურთს ახლა ველოდები რომ დაამთავრონ რა ეს ხალხში არ გინდა არ მინდა თამაშობდა ანკესიანი კაცი ველოდები თქვენ დროზე მორჩებით ეცაღებული მაგ და აზიანს თამაშობენ ვიღაცები 5-5-ზე და უბაყმუნებენ ნუ დაამთავრონ ბოლო რაღაცა მოიგო ვიღაცამ რაღაცა მოიგო დაიშალა რა სასტავი რა და მე ახლა ავაწყო ეს ანკესი გავშალე. აკეთი გიდიხურები ხო? ხო რა, ანუ როგორი ვარიანტი ეს ბაგებში, ანუ კორპუსებია გარშემო და შუაში, აი როგორც ხა ჩვენ ამ მაგიდას ვუყურებთ. ხო, აი ეს აბსოლუტურად ყველა გიყურებს, განათებული არის, გაჭახჭახებული ერთ-ერთი უმაგრესი სტადიონი. მოდი, ანუ აქვს დამადასტურებელი ვიდეო მასალა. თუ შეიძლება მეგობრებო, ეხლა ვნახოთ როგორ სინჯავს ვასო ფხაკაძე თავის ანკეს, არც ერთ დინარეზე და არც ერთ ტბაზე, თავის სტადიონზე ბაგებში და მე რა მოყვა ვნახავთ. თუ შეიძლება მოკლედ ჩემეგობრებო ესე გავაწყე ანკესის სტადიონზე ვარ ხა ხამის პირველი საათი იქნება ხო და მეზობლები იძახიან ზემოდან ვასომან თევზი არ არისო და გაჩვენებთ როგორ არის და როგორ უნდა გავშოლტოთ აი რა ხდება? მე ვარ ანკესით ხო და თან რას დავაკვირდი ბიჭო იცი ნელ-ნელა ამ კორპუსებზე რაღაცები ინთება რა მობილურები შუქები ხო ინთება რაღაცები მობილურით მიღებენ რა რომ ფაკადე დგას ანკესით სტადიონზე და
ვიღაცა ყვი. ვასკა. მან თევზი არ არის, ბრატ. ვიღაცა ყვი გემოდან რა და. გეღადავებია. მეგადავებია გადაობს ახლა, ნუ ან რაღაც გადაღება ეგონა, რაღაცა ეგონა რა და. ჩვენი ჯიგარია რა, ჩვენი უბნელი არის რა, ცოტა ის ევასება. მამა ძაღლობები ევასება და დგას ახლა იქ რა. მაყურებლების სკამებიც არის რა და მოგეტურა? ის რა, ტურესავი ზის მიყურებს რა. ეს არ იცნის, არ ძიღებს არაფერი და ვასგა. დაგჩა რამე. ანუ ის ხო ხდები? იმას ესე რომ კაცი დაკიდა. იმან იფიქრა და დაასკვნა თურმე რატო დგას. ის იმიტომ ჩამოიტურა რომ არც თევზი აინტერესებდა არაფერი ეგება რამე დარჩაო რა. უეჭველი რაღაცაშია საქმე. ან ხელი არ შემიშალა მაცადა რა. ვერ დაუშვა რომ ფხიზელი ამას აკეთებს. კაიფი არ გაუტეხა. ვასკა ეგეთი კაცია, სულ ეგეთ ხათაბალებში ყვება ხოლმე რა. მაგრამ ხათაბალაზე თამაშები თუ გიყვარდა ბავშვობაში? თამაშები კი მიყვარდა გააჩი. ანუ ალბათ არ გათამაშებდა თამაშებს. ხო არ გასულდა? ერთ-ერთი მეგა შოუს წამყვანი იყო, რომელსაც სახელიც კი ასეთი ჰქონდა. ასლაპარაკი. ამარცხე ვასო. ო და ეხლა ვეცადოთ ჩვენ დავამარცხოთ ვასო. ემდე მაქვს ეგ ტელევიზორის აძინებელში მიყიდეთ თქვენთან რომ მოვიგე. ტელევიზორის მოიგე. მე ახლარით გადაუხდი სამაგიეროს შენთან რომ მოვიდა. აბა ნახოთ. როგორ ტელევიზორს გაატან? აბარა. მე შენზე ბევრი ეპიტეტი გამიგია, მაგრამ ერთი ყველაზე მაგარი იყო. ის მოგვიყევი რა ნიკო. და მე დავიწყოთ თამაში. ხო, ვასო. ხო, ანუ გიჟი ვარ, ეგ ცნობილია, რომ გიჟია ეგ. ანუ ახლა ვასოზე ხო ესეთი იმიჯი აქვს მეგობრებო, რომ ყველა ნუ შეიძლება რომელიღაც შაბათ-შაბათს რომელიღაც სახიობზე თქვა რომ ასეთია ის, ისეთია ის, ისეთი ბუნებრივია ეს და ვასოზე ამბობ ყველა გიჟია რა, ყველა იძახის რა ვიცი. ხანდახან მამამისაც უთხოვს მე მგონი მართლა გიჟი არ ხუმრობენ. ნუ მოკლედ ეგეთი ამბავია და ხო არის შეფასება რომ ვიღაც გეტყვის მაგალითად ნახე თქვენი შოუ ბიჭების შოუ და რა კარგები ხართ ვანიკო რა კარგია, ილო რა კარგია რაღაც. და ესეთი ანალოგიურად გეუბნები ანუ სკეჩი ვნახე ვასო რა კარგი იყო როგორ ითამაშა და ერთ-ერთი შეფასება რა ერთ-ერთმა ადამიანმა როგორ შეაფასა ვასო. დალაქიო. სალონში სტილისტმა ასე ვთქვათ რა რომელიც თმას ჭრის რა. ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ჭრის რას თმას რა და უთხრა ახლა იქ რო ის რა კარგია ხვანო შოუ როგორ მოსწონს იქ თათი არა კარგი მსახიობია და ახლა მივიდა ვასოზეც და ვასო გაჩერდა ვასო on великий клоун великий клоун народ აი ესე შეუფასა უდიდესი საკიმასხარა ჯამბაზი საქართველოს სახალხო ჯამბაზი ვასან რა მაგარია რაც უფრო დამსახურებული ხარ მით უფრო ხო ეგარ. კარგი, აბა ქვეყნის პირველო ჯამბაზო. ვითამაშოთ რამე? დავცხოთ. დავწერ მაგარი თამაშები გვაქვს შენთვის მომზადებული. აბა, გადავიდეთ თამაშებზე. ამ თამაშს ჩემო კარგო მეგობარო, ჩემო ვასო ქვია. ნამიოკობანა, გამოიცანი სიტყვები, როგორც გინდა დავარქმევთ. გუნდებათ ვართ აქ დაყოფილი მე და ნიკო ტრადიციულად. და ესე იგი 10 სიტყვა გვექნება გამოსაცნობი. ერთმანეთს უხსნით. მოდი, პირველს ჩვენ ჩავატარებთ რომ ხო, შეგხედავთ მაინც. მასპატივს. როგორ არის, ოკეი. მოკლედ ერთი წუთი გვაქვს ვასკა, ერთი წუთის განმავლობაში ფურცელზე დაწერილი 10 სიტყვა უნდა აუხსნა მეწყვილეს ნებისმიერი მეთოდით. კი ბატონო. კარგი. ვინ დაიწყებს, როგორ გინდა? სულ ერთია. აბა დავიდა ვანიკო. ესე იგი ადამიანის ორგანიზმშია ეს ნაწილი, ზვლებისგან არის ქალს უფართოვდება რომ შობიარო. მენჯი. ფრინველს აქვს საჭმელს მანდინახავს. ბუდე. არა, საჭმელს მანდინახავს თავის შეულში აქ. ჩიჩახვი. ანათებს, არის დემოკრატიის, არის შუქურა. ჭამთ ამას, ვქვავთ, რას ვქვავთ? სიმინდი. არა, ამას ვქვავთ და მე ვიღებთ, არა. ჭირი იქრუა და არა, კატო. არაც კატო არა. იმის ორმოში ჩავარდაო. ქერი. შეწყლი შენდა ნავთი ჯორი ცხენის და ვირიშვილი არ ვიცი ამომცდა კარგი ზომბი ისევ აღარ მოდის და ითulis მაჩვენებელზე შოჩიგზე რამდენი დაიწერა არა კაცია დადის და ითulis და შოჩიგზე რამდენი იწერებოდა დენმა რამდენი დაწერა გაზმა კაცი მოდის პაპკით რიცხვი იკასვატორი და როგე დამიკარისტაში ზომბმა და ზომბი კასატორი ხო რა მოკლედ 7 ცალი მაქვს ჯორი წამომწდა არ მეთვლება რა 8-დან 7 აბა რომელი აუხსნით და რომელი გამოიცნობ დასაწყისისთვის როგორ გირჩევნიათ ამიხსნი აი მოდი აღვწდი მოიც იგივე ფურცელი არა რა თქვა უნდა ილო დაიკავეთ პოზიცია აბა დაიკავე პოზიცია მოვემზადეთ
1 2 3 წავიდა დრო. კარელი ხს რა შიგნით? ისა რა ქვია, კურკა? ო, ეგა საჭმელებს, სასმელებს ყველაფერს რა სატყიდულობთ ხოლმე? დაკრიტულებს. მარკეტში. მოდივართ. არა. მაღაზიაში. ადრესადაც დავდირეთ ხოლმე. ბაზარში. ო, ეგ არის ღვინის ჭურჭელი. დოქი. ჭუზე ღვინის ჭური. ო, ეგ არის. რა ნამიროა ხოლმე, რა ქვია, რა არის? ხვარი. ო, ეგ არის სატოვებენ ტელეფონებს და რაღაც ტექნიკას. ლომბარდი. ეგ არის. ცემენტი და მეორე ქვიშა. არა, კიდე რო არის, აი, იცი ცემენტი და ბებეტე, ისა ელიავას რომ მიდიხარ ცემენტი რაღაცა და ცემენტი. ცემენტი. გაზ რო გავს, გაზ. სიტყვი ერად გაზი, ცემენტი და გარუდილა. შემდეგ. კოპი პეისტი, კოპი როგორ არის ქართულად? კოპი. არა, ანუ ისა. ანუ კოპირება? მამის ის არის რა. ერთ-ერთი გავს, ხუთი. პუპი. არა, მამის ასლი. უკან ნახო ოპერატორები. სიტყვა ნახე არ ვიცი. იხვის ტოლმა. ბავშვი, გავიდა დრო. ჭუკი. გავიდა. მოიცა ეს სიტყვა რომელი სიტყვა გაჯი. და რომელი სიტყვა არის ცოდი წვივი ფეხბურთელი არა, ჩუჩული ვერ გავიგეთ თავიდან და მაგ. ილო, პატარა შენიშვნა ვერ აღარ ხნო იხვის შვილი არის. ისა. არა, ეგ ზაიდა. მოგრეთ გამოიცნეს კურკა გამოიცნეს ბაზარი გამოიცნეს ჭური გამოიცნეს ცვარი გამოიცნეს ლომბარდი გამოიცნეს გაჯი არ გამოიცნეს. ვერ გამოიცნეს გამოიცნეს ასლი არ გამოიცნო. და ჭუჭულზე 7-ზე არიან ეგენის 7 გამოვიცანეს. გაჯი და ასლი ვერ გამოიცნეს. ასლი არ. ასლი გამოიცნო ასლი კი, ასლი. ასლი გამო პატარა ნიშნება წამოვიდა მაგრამ აბოლისმენტები ვასოთაი აი ეს უნდა გამოვიცნო ხო მომემზადეთ 1 2 3 დავიდა დრო თვალზე არის და სიმღერაც არის ზედრომიზი ხარ როცა მძინავს. გავხეზე წამწამზე ეგ არის წამწამი წემსი რას წემს წავს? ფარას ერთ ის რა ქვია ბუხარში გემრიელი ტაფა ძველებური თიხის კეთი ის რა ქვია კეთი ძველებური აქ რამაზის მე რიგი ფილმში როა რიგი გინდათ ხმლით იმითი თუ კისერზე კარგი გადავახტეთ დიდი ეს რა ქვია კრემიანი ნამცხვარი ზეთ შოკოლადი გძელი ეკლერი აი ახლა თუ გახტე და გავისკვანჩე რას ნიშნავს არ ვიცი გავხტე და გავისკვანჩე რა გავხტე და აკრობატიკა რა შევი ფეხებს რო აქეთ იქით გავშლით და ჩაჯდები ხო რა ქვია ხო ბაგრატი რა გავხტე და გავიკვანძე ესეო დეინერის ტარგარიანს რა ყავდა ყველაზე სამოზნაო Time! დრაკონის ვერ გამოიცნო. არის ვერ გამოიცანი ბოლო, კარგი. წურბელა რა იყო კისერზე რო გაზის. კისერზე რამაზის და ვიფიქრე ოჯახი. წამწამი გამოვიცანით, ხვარი გამოვიცანით, კეცი გამოვიცანით, წურბელები მეტი არა, ჩემი მტერი გამოვიცანით, ეკლერი გამოვიცანით, შპაგატი გამოვიცანით. 5-6. ხო? აბა, მოემზადეთ ვასკა. 1 2 3 დავიდა დრო. ეს რა ქვია თვალი. ქალები რომ იღებავენ. როცა მცირეს წამწამ. არა, მანდ გუგა. არა, წამწამი რაზეც არის? წარბი. არა, წამწამი რაზეც არის? ტუში, არა. წამწამი რაზეც არის ზემოთ? აი რო თამაშობს, ეს თამაშობს. აუ, გაზა ქვემოდან, ქვემოდან აქ. მე მაგ ქვემოდან. შემდეგზე აფრიკა არა, წამწამი არა, წარბი არა. არა, თუ თობლიანი. მაზლი არა და მული. სორია. ეს ქერის. ქერის. ბოლომდე რა დრო არ დაუნიშნო. მამლის. ის არის მამლის წიხნი ყოფილა, რა ქვია ამას? ის რა ქვია? წიხნი კი არა, რა ქვია? მამალი არ შვება. ბიბლიას გავს სიტყვა. ბიბილო. ზურა ჯაფარიძე ანუ ისა რა ქვია? გირჩი. ჩიტის პატარა ჩიტის. ბეხურა კი არა, რა ქვია? ბახალა კი არა, ბარტყი. კონკრეტი. ონვილიკი. კლოუნი. კაიგარი. ჯამბაზი ეგარი. ჩახვედი ბოლომდე. ჩახვედი. ჩარე დროიწურება. აუ, აბლოდისმენტი. აუ, ძალიან საფაცილო იყო.
ითვლებოდეს 10-ვე ჩიჩახვის გეთვლებოდეს. გეთვლებას. ჩემი კარგი არა, წავიდეთ იყო მაგარი. კი ხარ წასულები ამ თამაში ვაღიარებ რომ გაიმარჯვეთ. არა. აპლოდისმენტები, ვასკა. აპლოდისმენტები. ხوارი ახსნა სიტყვებით მოქმედებით. კიდევ არის თავგანწირვით ახსნა და ეს ხდიდასწარი თავგანწირვი. აკროა წარბირვა დამაგრებული ადამიანს ზემოდან რო აქვს და მინიშნება იყო მაგარი წერს რო ქვევოდა აი მარტო როგორმა მონადირე ვიცი მინიმუმ წერი მოკლული ხო უნდა ყავდეს თან მკვდარიზე ვერ გაიგებს საიდან აი დაჭრილი უნდა ყავდეს აი კუთუთო უნდა კონდეს ანა გამოიც თავდაუწყო მაგდროს საერთოდ დაიხარ. კარგია? მოდი, გადავიდეთ შემდეგ თამაშზე, ვასო, რა სიტყვი? გადავიდეთ. დავდოთ, ეხლავე მოვიზადებით ჩვენ შემდეგი თამაშს და დავწყობთ. ვასო, ამ თამაშია პინგ-პონტი. ესე იგი რა არის პინგ-პონტი? პინგ-პონგს ვთამაშობთ, ონდ სხვა პონტებით. ესე იგი, გავიყოფით გუნდებად, რა თქმა უნდა, ისევ. მე და ნიკო ვარ და შენ და ილო. მე და ილო ისევ. ერთმანეთს შევერკინებით. უბრალოდ ციფრი უნდა დავასახელოთ. ციფრიანი რიცხვი 1-დან 12-მდე. მოგეთ პინგ-პონგს თამაშობთ უცნაური ნივთებით. რაციფსაც დავასახელებთ ციფრზე. ჩვენ შენს და არც ერთმა რო არ ვიცით, რაღაც ნივთს გამოგვიბრძანებენ კულისებით. გმადლობთ ნიკო. მეგონი ამოვწურავ. ზახარ? ანუ ხო, წყვილებში ვთამაშობთ ეს. მოდი პირველივე შევერკინე, გისახარ, გაშინაურებული ხარ. დავიწყო პირველი. მე დაიწყოს ვასო და შენ. აბა კარგი, დაიწყო. ვასო, მე უნდა ვთქვა? პირველი ციფრით. მოიცა დაგეხმარ. პირველი ძმაო. პირველი კი ბატონო, მე მაშინ ვიტყვი 12-მდე. 4. მე დაგეხმარებით 1 მომაწოდე. გადავცეთ ვასოს და 4 რა შემხვდა? ვანიკოს. შევსე ვანჯგაში, შევსე. 1 ვასიკოს. შენ კაი. მაგარი რაღაცა შეხვდა ძმაო. აიცადე ჯერ მოვირგო. ვანიკო ერთხელაც თუ დაარტყა, და ჩემი როგორ აქვს მე? 3-მდე. 3-მდე შენ მე ვიწყებ? შეულებრივად ურტყავთ და 3 გაფუჭებამდე. მოიცა ტოპკებს არა ვარ თუ ასკა ტოპკებს არა ვარ. აჰა, აი თუ ახლა შენ აგდებ, აჰა, შენ ჩაუგე. 1-0. რითუ ვთქავ ბიჭო? ხოჩა, უკვე კარგი ხარ. ოპა! ხოჩა! ერთი ხალის კურსი ეხა ჩემია. ეხლა ვასკამ დაიწყოს რა. ბიჭოს! იესი. დავიდა 2-1. გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ვინახა ძმაო? გავვლატავდი და იმენ. ვანიკო, ქალები ეთამაშე. ქალების გუსლიანებს. ზედმეტი მოგდა. ზედმეტი მომინდა ხო იცი. 2-2 გადამწყვეტი. 2-2. გადამწყვეტი. ვებსა. არა, კარგი იყო. შემდეგი დააწყეთ ინსტრუმენტები. 1 კილოვას ჩავატარე ძმაო. 7. ის რა იყო როგორი იყოს 3. 7 და 3 შეიძლება 2 საკრალური ციფრი. ეს შენ 4 უკვე იყო ამიტომ 3. რა კარგი ხარ ტელეფონო. მოიტა. აი ეს მისული და ყოველთვის წერებს რა. ჩემი ხელით გაგზელება რო იყოს. თუ ასწორებდი. დავიწყეთ? მოდი. დავიდა. ილო. არა, ორი არა, ძმაო. არა, ხო თორე ტელეფონი ხომ მოსულა. მე ეს ყავსულა. ორჯერ არაო რა. აი რა გარი ერთით ნახე მიზო. ნიკო. თქვენ იგებთ. მიდი. აპ, ერთი. ერთი. ილოჯერია. ერთი. ხო დედა. ხო, ტენის თამაშობთ მე და ილო. ხო დედა გადმოგირეკავ ეხლა. ხო, კაი რა დედა, ის ამიგდო პადაჩა, კაი. აიღო, კაი. მომიკითხე ბიჭო. მოდი, ეხლა მოგიკითხე და მე კიდევ წარმაგებინო, მე მოვიკითხავ, დაურეკავ, ვეთქვი რომ მოვიგე და მაგრამ კარგი იყო, მაგრამ ლამაზად და ბოლომდე დავიხარჯე. ეს მესამე იყო თუ მეორე? მესამე. მაგრამ ერთ შანსს მოგცემ. მართლა? მოდი. ეგა. ტელეფონით ტენისი არის თამაშობთ მეგობრებო. ტელეფონით პინგ-პონგი არის. ოჩაღილო. აბა, შეგვიძლია გავცვალოთ მეტოქე. შეგვიძლია გავცვალოთ მეტოქე. შეგიძლია ჯერ კიდევ ვითამაშოთ და მოდი ჯერ კიდევ ვითამაშოთ მე ვარ თამაში მინდა. ციფრი 6. 2. 2. მე რა ვთქვი? 6. 6 და 2. ვა. გამახ მე. 6 ჩემია. ეს შენია, ეს შენ. ვასკა. ეს შეხოლა. აუ, ზუსტად ამოგი. ვანი
როგორ უნდა გავარ? შეგვიძლია ვასო მზად ხარ? მოიცადე? თვალებში შესხმას არ ვართ, მაგრამ მეტოქის. ბიჭო ეს როგორ უნდა ისი გავარ? როგორ უნდა ითამაშო? თან დაარტყა და თან ბურთს დეზინფექცირება გავაკეთო. აი, შევაქო. დავიდა. მზად ხარ? ესე. აი, არ გითამაშია მაგით. ვასო ვიწყე. მოიცა ძმაო. მოიცა. აიცა, დავაი. შეგიძლია უბრალოდ იდგე. შეგიძლია უბრალოდ. ჯო, მომეცი. ჩახეხა, პინგ-პონგის ბურთი ჩახეხა. ისე გერჩინოს იმან ჩააწოდოს, მაგ ისეთი რამე გიჭიროს. ხო არა? გვაარტყი. თავերը იქით გადავაგე. ო, თავარი ეგ. თავარი მიზანი ეგა. დიდი ვარიკო. დაუსველო. ორი თერთი. აი ესენი მიმართულებას. ხოდა ხარით დაიჭირე, წვრილი ხარით. აი ხა ნახე ვასო. ხელით შეგიძლია. ნახე რა მაგარია. 2-1. დავიდა. ვანი დეზინფექცია ყურადღებით იყავი, რაღაცას გიკეთებ. თვალებში არ შემასხას, თავარია. მიდი ვასო. შეხედე ბიჭო, შეხედე ბიჭო. არა, ბიჭო, ამით არ შეიძლება. მოიცა, მოიგო. არა, ერთი პადაჩა დარჩა. უცებ. ერთი პადაჩა. უცებ. ეხა შენ ორი. აბა. მე მგონი ვიგებ თამასაც. ნიკო. ჩაგიგდო. რას მიკეთებ? არა უშავს ვანიკო, არა უშავს. აი, ჩიპი უცებ. კაცი. ოდილო. აბა, 9 და 5 იყოს ჩემი. კაი, 9 და 5. 9 და 5. მოგვეცით 9 ილოს 5 მე. ვიღაცამ ჭაჭა ჩამის ხალხი. აუ, მე რა შემიძლია. სიქები მოვაწოდეთ რა. ეს მე? ვა. ილოს ნომერი 9. აუ, ვილო რა. შეიძლება ისე რომ ვითამაშო. არ ვიცი. ვანიკო. აი, მაიცა. ახში. მე ბურღით მაქვს მოგებული. კარგია? ბურღით ხო? აბა, უცებ ორი. აიცა ბიჭო მაგა. ეგ რა არის მე ბურღით მაქვს მოგებული. მოგო ბურგი. ბურღით მაქვს მოგებული. ეგ რა არის? ბავშვებო, ბავშვების რა. ნელი რა. 1-0. 1-0. ჩემს სასარგებლოდ 2-0. ვა. არ გაბზადებოდი. არ რეკომენდაცია ვასო. რევანშის დროა. არ გაგიმართლა საკითხში. მაგრამ ეხლა უნდა გავამეოროთ. საკითხში არ გაგიმართლა. რო არ მოდი და შევიცვალოთ მოწინააღმდეგეები ახლა. შევიცვალოთ. ანუ მე და ნიკუშა და შენ და კარგი იყოს ასე. აბა მიდი. მაგრამ ციფრები რა გადარჩა? კი, 12-მდე 7-ის ზემოთ. აჰა. 10? იყოს 10 და ჩემი იყოს 11. 10 და 11. 10 და 11. 11 ზედა მხარე. 11 აუ ეს რა? 10 თქვენ შეუკვეთეთ? ეს რა მომიტანეს? თავით უნდა დავარტყა თუ რა? სკუტერი თუ ყავს, თუ მოიგებ გადმოგცემთ მაგას. ამით გეთამაშები და რა გიქნის უხერხულობას? მე გეთამაშები ღამის ქოთნით. აი ამით. აი ამით. რომც მოგიგო. რომც მოგიგო. აი ამით. აი ამით. ამით. დავიწყეთ. ჯო. მომემზადეთ. ბიჭო! ეხლა შენ ჩააწოდე. ჩემი ჩაწოდება. ეგინე თან დატესტავ. აბა, ჩაფხუტი ჩაფხუტი დატესტე. ივასო. დიდი თამაშობ შევიდე. მაგრამ რასე 1-1, ეხლა ის თუ შენ. მამის უფრო მაგარი ხარ. არა. აია. იხარ. ო! ეხლა ეგრე არ არის. ბაგმინდონში გადახვედით. ეგრე არ არის. გადაჭა, მიდი. ანგარიში 1-1. 2-1 იგებს ვასო. შეუტიე ნიკოლოს. შენ იცი? არა უშავს ნიკო. არა გალთანა. სამაგერ არ გადი. ქოთანი დამარცხდა, კარგი. ილო, მოდი. აი აბა. შო, ხო? ხო, შენ და რა ციფრები და? დარჩა 8 და 12. 8 და 12. რომელი გინდა აერჩიე? სულ ერთი 8. მაშინ მე ავრჩევ 12-ს. აი ბატონო. აი რა იქნება ახლა. როგორ მაინტერესებს? აუ, კარგით. 8 ილოს შოგანიშე. დიგირიგი და მე რა სუთო მოვკართ. ქართული ნაციონალური. ცოტა მაინც. ტახტუ. ვანიკო აბა შენ იცი? არ ვიცი. აქ რომ მოიგო მაინც აგებული გვაქვს, მაგრამ მიდი პრესტიჟის მოიპოვე რაღაცა. იტყვი ხო. რო გავხეთქო არ შეიძლება ეს? აი ესე ეთამაშები პაპა. მიდი. ეს ჩვენ წისკულზე ასხამს. წყალს. ეს ჩავარდა შეიძლება. ეგარი შეიძლება. როგორ შეიძლება? ი პინგ-პონგში. კაპონგში არ შეიძლება, აქ თუ შეიძლება სასაკონია, მაგრამ პინგ-პონგში არ. კარგი. მიდი. ერთი. როგორ სახე კარგი მიდი. მიდი ილო. ოპ, ესეც არ მიდი ვანიკო მიდი. შებოჭო შეჭიდება თუ რა ვქე, გარდასახვა თუ რას აკეთებენ? არც ეს არ შეიძლება.
და ერთი დამრჩა. ერთი მოიცა. ლელო ვანიკო. ეი ასანა. ილო. დავმარცხდი. აგიმართლებს ტენისში, აგიმართლებს ნარდულში. არ გიმართ. ეგეთი თამაში ასო. ნებისმიერ შემთხვევაში ხო გამარჯვებული იქნება, მაგრამ ეხლა ნაღდად გამარჯვებული ხარ ჩვენთან. ასე რომ შენ გადმოგეცემა ჩვენი სპონსორი ლიდერ ბეტისგან ლიდერ კარდი. დავარჩივალ. 500 ლარი. მადლობა.